მოდი დღევანდელი ვიდეო ცოტა мотивაციით დავიწყოთ. ესე იგი რაღაცა რო გინდა ხო? რაღაც რო ჩაფიქრებული გაქვს, უნდა ანუ ყოველ დილით რა, ანუ 8 ადგები, ეგრევე ჩაიცვი რა მე რა წადი რა, ეგრევე სულ წინ წადი. ხო და მე რა ქვია იმას, რაღაც რო გინდა რა, ჩაფიქრებული რაც გაქვს, მაგისთვის იმუშავე, უნდა იმუშავო, რომ გამოგივიდეს რა, მუშაობის გარეშე, ანუ რაღაც რა ჩაფიქრებული რო გაქვს რა, ხო ხვდები? ამიტომაც არასდროს არ უნდა დანებდე. Again and again, lights are cut off. მოდი мотивაცია აღარ გვინდა. თლიანი იმედგაცრუება იყო რა. კიდე ერთი იმედგაცრუება იცი რა იყო? ჩემი 124-ის დაინო. წინა დღეებში ვაიმე რა მოგრაციო. წინა დღეებში მყავდა დაინოზე მიყვანილი და რასაც ველოდი, ახლა უყურე, ისეთი ციფრები დაწერა რა, რეალური, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ გულში მაინც იმის იმედი მქონდა, რომ ამაზე ბევრად მეც დაწერდა. ჩავაგდებ დაინოს ვიდეოს და თან აგიხსნით, რატო დაწერა ესეთი ციფრები რა. ცხენის ზალა გამოვიდა საბურავზე რა, ძრავზე არის სადღაც 550. თორქი სხვათა შორის იგივენაირად აქვს, რაც ერთ მხრივ კარგია. მაგრამ ეხლა ვილაპარაკოთ ცხენებზე რა. მე ველოდებოდი სადღაც 600 ცხენს მაინც ველოდებოდი საბურავზე. 25 PSI გვაქვს ტურბოსწნევა, ტაიმინგი ეგრეთ წოდებული ზაჟიგანია, რავი რა, სუეჩის გასროლა რა. ეგ გვაქვს საკმაოდ დაბალი დეტონაციის გამო, რომ კიდე პორშინები არ ჩავამტვრიოთ. ამ ფაქტების მიუხედავად, მაინც ველოდებოდი, რომ სადღაც 600 და რა. ერთი ფაქტორი იყო, რაც ამ ყველაფერს ხსნის. ჩვენი intake-ის, ანუ შემშობი ჰაერის ტემპერატურა იმ ხელაზე ავიდა, რომ რავი, რაღაც რო არ დაადნო, გამიკვირდა. 80 გრადუსი ავიდა intake air ტემპერატურა. კომპრესორი რომ ყავდა ხოლმე, კომპრესორი ხო იცით ყველამ როგორ ხურდება და აი ტურბოსთან შედარებით 10 ჯერ მაგრად ხურდება კომპრესორი და 80-ზე მაშინ არ ამდიოდა ხოლმე, რავი, თან დაშკეული 72 მმ-იანი შკივით მაგდენზე არ ადიოდა ხოლმე, დაჟე 250-ებშიც რომ მივიდიოდი და ეს 10 წამიანი გაზზე ჩაჭერით 80-ზე ავიდა. ანუ ვერ გრილდება რა ეს ჩვენი ჰაერი, რაც აი ძალიან საჭიროა რომ წესიერი ცხენები დაწერო. ფაქტიურად ახლა მინიმუმ 50 საბურავზე აკლია მარტო ამის გამო რა. კიდე რა პრობლემები აქვს, ეგენი უკვე ზუსტად არ ვიცი, მაგებს უკვე კიდე ჯერ ამ პრობლემის გამოსწორება უნდა და მე იმ პრობლემაში ჩახედვა და როგორც ვამბობ ხოლმე, ეს არის project car-ი რა. პრობლემა მოყვება და მე ერთი პრობლემა უნდა გააკეთო, მე მიყვე მეორე პრობლემას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიწერე ძალიან დიდი ინტერკულერი, რაც წესით 1000 ცხენს ყოფნის და ამასაც კი ეწერა 650-700 ცხენიო, მაგრამ ფაქტის ახეზეა რომ მაგრად ხურდება რა. ხო და ის ინტერკულერი რო ჩამოვა, სიმართლე გითხრა არც ვიცი როგორ დავტევ, იმიტომ რომ ეს თulis დავტიე და მომიწევს რაღაც რაღაცეების მიჭრა-მოჭრა. დღეს ამას არ შევეხებთ, იმიტომ რომ ეხლა ხანს გამოვიწერე ეს ინტერკულერი და კაი ხანი არ ჩამოვა. დღეს დავიწყებთ ბოდიკიტის რაღაც ნაწილების მორგებას. უნდა დამეწყო უკანა მხრიდან, მაგრამ რაღაცები მოხდა და მომიწევს წინა ბამპერის დაყენება. ეხლა მაგ რაღაცას გაჩვენებთ. ჯერ თვითონ თუ შეამჩნევთ რამეს. აბა, კარგად დააკვირდით. მე მგონი ჩანს, ხო? აი აქ სად არის? აი აქ აკლია ბამპერს ნაწილი. განახოთ ახლოდან. რანაირად როგორ მართლა არ ვიცი. იმ ხელა ნაწილია მოტეხილი რომ ეს რომ გზაში გამძრომოდა, უეჭველი გავიგებდი ახლა. თან ეს ბამპერები ძალიან ძლიერია, რომ აი მართლა უნდა შეესადო რომ გატეხო და
ამ ხელა ნაწილი რანაირად მოძრა, მოტყდა აზრი არა ვარ. ამის გამო მიწევს მოკლედ წინა ბამპერის მორგება რა არა და მინდოდა მეთქი უკნიდან დავიწყებ და წამოვალ წინ თქო, მაგრამ Mother Nature-ს სხვა გეგმები ქონდა რა. ეხლა მე გავიყინე, წავიდეთ გარაჟში და დავიწყოთ დაშლა-მიშლა მოშლა. და ის мотивация დაივიწყეთ. ეს мотивация არ იყო ეგ რაღაცა. მოვედი შოპში, ახლა ჩამოვალაგებ ნაწილებს, ჩამოვალაგებ რა, ბამპერი უნდა ჩამოვიღო მარტო, ჯერჯერობით ჩამოვიღებ და დავიწყებ დაშლას. ესეთი ადვილია ჩვენი ორიგინალი ბამპერის მოხსნა. ემედი ახლის დაყენებაც ესეთი ადვილი იქნება. აბა, სად უნდა მიყენება? იმედია, რავი, ბოლტები მაინც მოერგება, რასაც ზოლები იქნება. რაღაც ძალიან ადვილად შევიდა. What the fuck? შიგნითა ბალიშები არ დამიყენებია. ჯერ მინდა მოვარგო და თუ როგორც ქარხნული და ისე ვერ ჩავსვი, მერე წებოთი დავამაგრებ რა. აი ეს ბალიშებია რა. გაიქნებოდა რა ამასაც რა ქონდეს და მერე ვეცდები რომ გადავიტანო. ჯერჯერობით ისე ადვილად წავიდა ეს პროცესი ამ 5 კლასის ბამპერის დაყენების, რომ რაღაცნაირად მეეჭვება კარგია თუ არა. ანუ ყველაფერი თავის ბოლტებზე მოერგო რა, სადაც ხრელები ჰქონდა, არაფრის გადაწევა, მიჭრა-მოჭრა, არაფერი არ დამჭირვებია. იმალა გითხრათ ვიძეს არ არის რაღაც ძალიან რეპლიკას რო გავს ხოლმე ეგრე რა. ხა შეგახედებთ ახლოდანაც და რავი, თქვენ მითხარით. ესენი რა თქმა უნდა გამოწეულები იქნება, იმიტომ რომ ეს ქარხნული კრილო არის და განიერს რო დავაყენებთ, მერე წესივრად მოერგება რა, აქამდე გამოიწევს კრილო. მაგრამ აი დანარჩენი რასაც უყურებ რა, აი აქ ზაზორი არა აქვს ცუდად, აქ დაჟე ის უნდა წავიდეს ნიკელის კანტები რო აქვს რა, იქ ბამპერზე უყენია ხოლმე ორიგინალს. ეგეც უნდა დაყენდეს, ნუ ეგ ჯერ არ ვიცი როგორ დავაყენებ, განიერი უნდა იქ გაწეული, იწევა ხოლმე რა 500-ზე. მაგებს არ ვიცი რას ვიზავ, მაგრამ აი ადგილი რაც აქ აქვს, იგივენაირად აქვს თლიან გაყოლებაზე რა. აქეთაც ესე აქვს. ცოტა რაღაცნაირად კი იქნება დაჯღანული ფენდერების გარეშე რო ვიქნები მარტო ამ ბამპერით როვილი, მაგრამ რო არ მომეხსნა სულ დაიშლებოდა ეს ძველი ბამპერი და ბარემ რავი, მაინც არაფერს ვაკეთებ და მივაყენო მეთქი რა. კაი, ბამპერი მივაყენეთ. ეხლა ნომერი გვინდა. ნომერიც მე მგონი არ იქნება ძალიან საჩალიჩო. ეხლა ძველ ბამპერს მოხსნი ბრაკეტს, სპეციალურ ბრაკეტს, რაც მიდის აქ და მე ამაზე ეკიდება თვითონ ნომრის პლასმასის ბრაკეტი რა, ორი ბრაკეტი უყენია. აი, ეს ბრაკეტი არის, სადღაც აი ეს დაიჭირება და ამაზე უკეთდება მე უკვე პლასმასის ბრაკეტი, რომელზეც ნომერი მაგდება. ეხლა მაგას გავაკეთებ.
ეხლა ეს ბრაკეტი ჩავასვათ და ვნახოთ როგორ დაჭდება რა. ტერა მე მგონი კაია რა. რა თქმა უნდა ვიცი რომ ესე შესახედავად მახინჯია, მაგრამ მართლა ძალიან კარგად მოერგო რა ეს ბამპერი, არ ველოდი რომ ესე კარგად დაждდებოდა. რასაც ვუყურებ, ერთი 90%-ით გავს რა ორიგინალს. რა თქმა უნდა ეს fiberglass-ია, ცოტა ტალღები აქვს. მით უმეტეს აი აქ დაბლა გრილები სადაც აქვს რა. მან დაიწყო ახლოდან დააკვირდები რომ ცოტა ტალღებით არის რა გაკეთებული. მაგრამ არა უშავს 10 მეტრიდან არაფერი არ შეემჩნევა. ბამპერი დავაყენეთ, არ არის პრობლემა, კარგად მოერგო. ესეც დავაყენეთ, ამაზე სხვათა შორის ვფიქრობ მეთქი როგორ უნდა დავაყენოთ თქო, მაგრამ როგორც ორიგინალი ისედაც არა ყველაფერი. დაჟე ხაზებში ისე კარგად ჩაჯდა რომ რავი. მე მომწონს რა, ჩემთვის საკმარისია. იმაშიც გამიმართლა რომ ერთფერშია მანქანაც და ეს fiberglass-ის ნაწილიც. ეს რა თქმა უნდა შეღებილი არ არის, უბრალოდ პრაიმერი ასხია და გაგვიმართლა რომ ამ ფერის პრაიმერი დაასხეს და არა შავი, როგორც მაგალითად ფენდერებს აქვს. ფარებზე სხვათა შორის უკვე მოგვარებულია, რაც უნდა გავაკეთო ვიცი. R129-ის SL-ის ფოგლაითები ჩვეულებრივად მიდის, თურმე i500-ის და SL-ის იგივე ყოფილა და ნახე ვიღაცა ყიდის, საკმაოდ ძვირად კი ყიდის, მაგრამ სხვა რა გზა არის. მაგებს ვიშოვი და ჩავაყენებ თავის ადგილას რა. კი არ მჭირდება, შეიძლება არც დავაერთო კიდევაც, მაგრამ მაინც ცოტათი წინ წაიყვანს იმ ორიგინალი i500-ისკენ, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას უნდა დავჯერდეთ რა. ეხლა ჩამოუშვებ მანქანას და ერთსალ ფენდერს მივაზომებ და ვნახავ როგორ დადგება ამ ბამპერთან რა. ესეც ჩვენი ფენდერი. წინაზე თუ გახსოვთ გითხარით რომ მე ამ ფენდერების უბრალოდ მოხსნა და დაყენებას არ ვაპირებ რა. რადგან არ მინდა რომ ქარხნული ზაზორები და ქარხნული ბოლტები სადაც შეჭირება ეგენი რო არ დაირღვას. აი ამას, ამ ფენდერს მოჭრი იმ ადგილიდან სადაც უკვე გამობერილია და შევეცდები რომ ამ ორიგინალ ფენდერზე მივაწებო რამენაირად. თქმა უნდა ეს ძნელი იქნება, ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესი იქნება რა. აი როგორც გითხარით, სხვა პროექტებზე რაც გავაკეთე, არ ჯდება, იმენა რაც არ უნდა იჩალიჩო, არ ჯდება კარგად ეს fiberglass-ის ნაწილები ზაზორებში რა. შეიძლება პროფესიონალები აკეთებენ ისე რომ ორიგინალურად ჯდება, მაგრამ მე არ ვარ პროფესიონალი და არ მაქვს იმდენი გამოცდილება და დრო მით უმეტეს რომ ვეჩალიჩო, რომ აი მოხსენი მიაყენე, შკურკე, ჭერი, მოკლედ არ მაქვს მაგის თავი რა. და ეხლა ვუყურებდი სხვათა შორის, აი აქეთ ამ მხარეს როგორ უნდა გაკეთეს, იმიტომ რომ აქ აქვს ჭრილები და რა თქმა უნდა იმას არ აქვს ჭრილები რა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მომიწევს ამ fiberglass-ის ფენდერზე ჭრილების გაკეთება რა. ნუ რაც არის ეგ არის რა. უეჭველი გჭირდება ეგ ჭრილები, იმიტომ რომ სხვანაირად წესიურად ვერ საიდან ვერ იღებს ჩვენი turbo hires რა. ეხლა ვფიქრობ ხო არ მოვჭრა თქო უკვე აი აქედან დაწყებული, აი ესე და აი ვფიქრობ ალბათ სადღაც აი აქამდე მოვჭრა. და უბრალოდ მივადო რომ ვნახო როგორი გამოვა რა. მეზიზღება fiberglass-ის სუნი და მტვერი. აი ეს ნაწილი დაგვრჩა, რაც მოვჭერი მაგის შემდეგ და ეხლა პროსტა იდეა რომ მოგცეს სადღაც ესე იგი ხაზი მანქანის
კიდე ბლომად მოსაჭრელი აქვს, აი აქაც უნდა მოიჭრას. უკან უნდა ვნახოთ საბოლტესთან როგორ მაგრდება და მაგის მიხედვით მე უკვე გვეცოდინება რა როგორ მიდის. ეს ხაზი მაინც დაუტოვე ამას თავისი, აი ეს ხაზი რაც აქვს. რომ მაინც პატარა იდეას მაინც მოგცემს, რომ რა როგორ უნდა დადგეს რა. ჯერჯერობით მაგას აღარ დავუწყებ ჩალიჩს, იმიტომ რომ ნახოთ არ მინდა ეხლა რომ ფენდერი, ორიგინალი ფენდერი გავჭრა და მე უეჭველი გასაკეთებელი გამიხდება და მაგას იმდენი დრო უნდა რომ დღეს ნახდათ ვერ მოვასწრებ. ეს ბამპერი კი მოვიშორე, ამაზე უკვე აღარ ვიდარდე, იმიტომ რომ ადვილი დასაყენებელია და ეხლა ამ ორ ფენდერზე გადავალთ რა, როდის იქნება არ ვიცი ამ დღეებში შეიძლება ვერა, მაგრამ მაგებსაც მივხედავ რა. ხვალ თუ არა ზეგ ამ დაბლითა პატარა ფარებსაც დავითრევ და მაგებსაც დავაყენებ და გადავიღებ რა. ბარემ გარაჟში ვარ და დისკებსაც განახებთ, ჩემი ძველი დისკები თუ გახსოვთ, რაც მეყენა ხოლმე ზაფხულში ამ მანქანაზე, მაგებს უკეთებ რესტავრირებას რა, 3 წელი გავაკეთე უკვე, ამებს განახებთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი დისკები, განახლებული. და საკმაოდ დიდი პროცესი არის რა ამათი ეს. ჯერ მთლიანად ავაძრე ლაკი ამ გარეთა ლიპს, მერე შკურკა და მერე სპეციალური ალუმინის საპრიალებელი ვიყიდე, რომ როგორც ბზინავ და ისევ გაკეთდეს რა. ანუ პალიროკაა ჩვეულებრივი უბრალოდ ალუმინის. ეგ დისკები ძალიან მაგრები კი არის, BBS-ის დისკებია და საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ ამას რო გამოვწევთ, კრილოებს რო გამოვწევთ, როგორ დადგება უკვე არ ვიცი რა, შეიძლება ძალიან შიგნით იყოს შევარდნილი და დიდი სპეისერების დაყენებაც არ მინდა რა. და ნუ რავი, რო მორჩებით, რო ავაწყობთ ამ ბებერს, მე შევხედავთ რა. არ დადგება და სხვა რა გზა იქნება, შეიძლება ახალი დისკები მოითხოვოს მანქანამ და ეხლა რო არ დაუჯერო ეგრე როგორ შეიძლება. ნახოთ, ყველაფერი წინ არის, ნახოთ. ეს ბოდი კიტის დაყენება ცოტა ხანით დავივიწყოთ, დღეს უნდა დამეყენებინა, მაგრამ სხვა რაღაც საქმე გამოგვიშთა, მაგას განახებთ. წინაზე გითხარით ინტერკულერის პრობლემები რო ქონდა და მაგის გამო მოკლედ ცხელდებოდა რა მანქანა. ეგ ინტერკულერი ჩამოვიდა, ეხლა განახებთ მაგასაც და შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ, მაგასაც განახებთ რა. წამო. აი, ესეც ჩვენი ესე იგი პრობლემის მოგვარება 4 ინჩიანი ინტერკულერია, ძალიან დიდია, მოკლედ ამ რაც მიყენია ამის ნახევარი ზომა არის ფაქტიურად რა და ის ძლივს დავტიე. ეს რო დავტიო, ძალიან ბევრი რაღაცის დაჭრა მოგვიწევს რა. მაგრამ საჭიროა, იმიტომ რომ ფაქტიურად ცხენები გვაკლია რა. ეხლა ვაფაროთ. ეხლა დღეს რას ვაკეთებთ, იმას გეტყვით. ჩემს მარჯვენა მხარეს დგას ერთი მანქანა, რომელსაც უნდა დაუდგეთ. როგორც გახსოვთ, წინა ვიდეოში დაუდექით C450-ს Stager's 1, 2, 3. რომელსაც გავასწარით და მაგის მერე ვთქვი, რომ ეხლა უკვე შემდეგ ლეველზე ავიდოდით რა და უფრო მეცხენიან მანქანას დაუდგებოდით. ხო და აი ეს არის ჩვენი მეცხენიანი მანქანა, 2007 წლიანი M6-ია, 10 ცილინდრიანი, როგორც იცით. ძალიან მაგარი არის და არის Stage 1 წერია პროგრამა რა უბრალოდ სადღაც 520 530 ცხენი ექნება ძრავზე. როგორც ხდება ხოლმე რა, ჩავაჭერთ გაგორებულზე, სადღაც 80-დან, შეიძლება მაღლიდანაც და ვნახავთ. სიმართლე გითხრათ, იმის იმედი არ მაქვს, რომ გავასწრებ, იმიტომ რომ იცით რა პრობლემებიც აქვს ჩემ მანქანას, მაგრამ თუ გამასწრო, მე ვიტყვით, რომ გადახურდა და ისენი და ისენი რა, როგორც ხდება ხოლმე რა, BMW-შნიკური თემები. BMW ხო ყავდა მე და ვიცი რა. I was thinking, oh, maybe we push it. Შეალელე. მიდი. დაითვალე. Уходит! Ერთი 70-80 იყო, ხო მე მგონი ეგ? რა, მეორე 80 იყო. ხო, ჩემიც არ იყო კარგად RPM-ი, მაგრამ
ბიჭო, იმას მიციმციმებს დიდი 93-იანი რომის ხია, სპირტი რო არა აქვს, მიციმციმებს დეტონაციის სენსორს. კარგა კი გავწდით, ხო იცი? ვაიმე ბიჭო, ეგზოსტი არ გამეღია. Ой, блядь. ვაიმე. მოდი, აბა, მოდი. I'm like, what the fuck is going on? We're going too slow. მოდი, აბა. მესამედან გინდა? წამო ხა. მოვიდი რაღაცა შევამოწმებ დრავში და smoke? არ ვიცი ზეთი გასტის თუ რა არის, მაგრამ PCV-დან ბოლავს და ეს კაი არ არის ხოლმე, რავი. ყოველ ჩადგმაზე მანერვიულებს მოკლედ ეს მანქანა. I will take it easy for now. მე მგონი ჩემი უფრო სწრაფია რა. კი გვიციმციმებდა ის სენსორი და ცოტა არ იყოს შემაშინა 1-2 იმდენი ხანი იციმციმა და იმედია არაფერი არ მოუვიდა. ეხლა კი დაგემშვიდობებით და დამშვიდობებისთვის ჩვენს ლამაზ M6 ცოტას გავიმეტეთ და 1-2-ს დავკრუკავთ. მენაჟერო. გაწშვილია ყველაფერი? Ათიში შეთი. არ დაინარო მე რა ვიცი. აი, მენაჟი. Sorry და thank you რა. რა სწორად